საერთოდ რა არის თავისუფლება? სახელმწიფო, რომელიც რელიგიურად აკონტროლებს და რელიგიას იღებს თავისი მართვის წესებად, ის სახელმწიფო არც ღმერთამდე მიიყვანს ადამიანს და ამ ქვეყნადაც აწყნებს. ფაქტიურად ადამიანებს უკარგავენ არჩევანს. ყველა შემთხვევაში თავისუფლება ჯობია. ისეთი თავისუფლება, რომ ერთი მეორეს არ აზიანებს ფიზიკურად. ყველა ქრისტიანი არის მისიონერი. აბსოლუტურად ყველა. სიტყვა მოყვასი არის ძალიან რთული სათარგმნია. როცა სახელმწიფო მოხელეები ქრისტიანად წარმოაჩენენ თავს ასინებრივში არ არიან ქრისტიანები, ქრისტეს იყენებენ საკუთარი ძალაუფლებისთვის. აი ესეთი ყველაზე მეტად ძახს ღმერთს. ვინც ქრისტეს ღმერთობაში დაეჭვდება, იმას დაჭირდება თანსაცველიც, ფულიც, სიმდიდრეც, მანქანაც, מחვილიც. ცოდვა ყოველთვის მოქმედებაში კი არ არის, შინაარსშია. რის გამო აკეთებ მას? არისტოტელის გაზრდილ ბერძნებსო გაუგზავნო მეთევზე პეტრე და დაამხო. აი რითი? მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, ჩვენს გულშემატკივრებს, მადლობა ამ ინტერესისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ჩვენი გადაცემების მიმართ და განსაკუთრებით გადაცემათა ციკლის მიმართ, რომელსაც ჰქვია მამა დოროთეს ამბიონი და თავად მამა დოროთე უძღვება გადაცემათა ამ ციკლს. ჩვენ ვსაუბრობთ ამ გადაცემებში ქრისტიანობაზე, მის არსზე, მის მნიშვნელობაზე, მართლმადიდებლური კუთხით, ასე ვთქვათ, რაც მნიშვნელოვანია ქართულ ენოვანი საზოგადოებისთვის, სადაც არ უნდა იყოს ის საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ და ამ ხრევაც მინდა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატო, რამდენადაც ემიგრაციაში მცხოვრები ქართველობა და არა მარტო ქართველები, ქრისტიანები, რომელთაც შეუძლიათ ქართულ ენაზე გადაცემების მოსმენა და აღქმა, გვეხმიანებიან, მადლობას გიხდიან პირადად თქვენ მამაო და აქვთ სურვილი, რომ ეს გადაცემა იყოს ისეთივე ინტენსიური, როგორც არის და აქვე ვიტყვი, ეს გადაცემა კვირაში ერთხელ იდება დროების YouTube არხზე. აქვე მინდა გთხოვოთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, სადაც სხვა საინტერესო კონტენტსაც ნახავთ, შემეცნებით, საგანმანათლებლო, მათ შორის პოლიტიკური შინაარსისასაც და ეს ჩვენ ძალიან მოგვეხმარება იმაში, რომ უფრო მეტი პოპულარიზება მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობების და იმ პროდუქტის, რომელსაც ვქმნით და ვაწარმოებთ. მამა დოროთე, თანამედროვე გარემოში ჩვენ როგორც წესი რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას არ ვაბავთ ხოლმე ჩვენს გადაცემებს, ვსაუბრობთ ზოგადად ქრისტიანობაზე, ვსაუბრობთ ამ სწავლებაზე, მაგრამ ადამიანები ვართ, ვცხოვრობთ დედამიწაზე, შეუძლებელია შინაგანად ემოციურად ჩვენი განწყობა არ ეხმიანებოდეს მოვლენებს, რომელიც ვითარდება მთელს მსოფლიოში, ამ დღეებში ძალიან აქტუალური არის და მძიმეა ირანიდან მოსული ინფორმაციის მოსმენა, ეს ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია და როგორც არასდროს ალბათ კიდევ ერთხელ გააქტუალურდა თავისუფლების თემა, რელიგიურობის კომპონენტი, მათ შორის სახელმწიფო მმართველობაში და ერთის მხრივ გამიჯვნა, ასე ვთქვათ, საერო და რელიგიური უფლებამოსილებებისა და მეორეს მხრივ რაღაც გარკვეული პარალელები, ასოციაციები, რომელიც შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც სასიამოვნო, მაგრამ თავი და თავი კითხვა მაინც უკავშირდება რა არის თავისუფლება ქრისტიანული მართლმადიდებლური გაგებით. მოგესალმებით, მეც მადლობას ვუხდი ჩვენს მსმენელს. მინდა ერთი ჩემი ცხოვრების ისტორიიდან გავიხსენო, როცა მე თვითონ მორწმუნე გავხდი, თუ რამე წიგნს წავიკითხავდი, აუცილებლად მივდიოდი სამეზობლო მქონდა, ნუ ნათესავებით ვიყავით დასახლებული, თავისთავად კლასელები და აუცილებლად უზიარებდი. ვეუბნებოდი, ნახე რა მაგარი რაღაცა წავიკითხე, თურმე როგორ ყოფილა. და ამით მე თვითონაც ძლიერდებოდი რწმენაში
და იმ ადამიანებსაც ვაძლიერებდი, ვისაც სიახლეს, ანუ რა სიახლეც ჩემთვის იყო, იმას უზიარებდი და ამიტომ ჩვენს მენელს მინდა ვთხოვო, რომ ჩაერთოს, გადააზიარონ, გაუზიარონ, თუ მოეწონება ჩვენი გადაცემა, აუცილებლად ჩართონ ვიღაცა და ეს მოქმედება მათაც გააძლიერებთ. იმიტომ რომ ყველა ქრისტიანი არის მისიონერი. აბსოლუტურად ყველა. თუნდაც მარტო შენს ოჯახში რო იყო, იმ შენს ოჯახში შვილთან, დედასთან, ვინც არ უნდა იყოს შენს ირგვლივ, აი ეს საერთოდ სიტყვა მოყვასი არის ძალიან რთული სათარგმნია. იმიტომ რომ ბევრი რამის დამტევია. ხო, ბევრი რამის დამტევია. ეს სიტყვა მოდის მეზობლისგან. ებრაელები დღესაც რო იტყვიან მეზობელს, ეს მოყვასად ითარგმნება. ანუ მეზობელი დარჩა იქ და ეს მეზობელში იგულისხმება, ანუ ახლობელი, ახლოს ყოფი. ხო და ქრისტიანული გაგებით მოყვასი არის ყველა ვისთანაც შენ გადაკვეთა გაკ. ავტობუსში რო ახვედი და იქ ხალხი რო ზის, ის უკვე შენი მოყვასია. იქ როგორ იქცევი, მათ როგორ ექცევი, მაღაზიაში შეხვალ. იქ ხალხი რო არის გამყიდველი უკვე მოყვასია. ვისაც ხედა, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს მოყვასია. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი რელიგია გავავრცელოთ და თქვენი კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საერთოდ რა არის თავისუფლება. ქრისტემ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს თქვენ შენ. და ერთი ძალიან ესეთი აი ეს მე გავიგე ამ სახარების გაკეთება რო დავიწყეთ. სემინარია მაგ დამთავრებული და საკმაოდ კარგად ვსწავლობდი და ვიცი რა ცოდნაც არის საქართველოში და საერთოდ განმარტებები და რაღაცა და აი ეს ადგილი ლუკას სახარებიდან ჩემთვის ყოველთვის იყო გაუგებარი, რას ამბობდა მაცხოვარი. ეხლა ხან გავიგე. მინდა გავუზიარო და თან იმ თემას აი ერთი წლის წინ ამ სახარებას რო ვაკეთებდით, მაშინ აქ არის ესეთი რაღაცა, რომ მაცხოვარი ეუბნება პეტრეს, რომ სატანამ გამოითხოვა ხორბალივით გაგცხრილოთ, მაგრამ მე ვილოცე, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები. მან კი უთხრა მას, უფალო შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც. ხოლო მან თქვა, შენ გეუბნები პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს სანამ სამჯერ არ უარყოფ და იტყვი, არ ვიცნობ ამ კაცს. და აი ამის შემდეგ არის, აი ეს არის ახლა მომენტი, როცა აქ მარტო პეტრეს ეუბნება, მაგრამ პეტრე კი არ დაეჭდა, დაბკოლდა მარტო, ყველა მოციქული. ეს არის ჯვარცმის წინა მდგომარეობა. როცა მაცხოვარი უკვე გამზადებულია ჯვარცმად, მიდის ჯვარცმად, თავის თავს უთმობს. ხო და ეუბნება, რომ სანამ მამალი სამჯერ იყივლებსო, სანამ მამალი იყივლებსო, სამჯერ უარყოფო მე და არ ვიცნობ ამ კაცო იტყვიო. წინასწარ ეუბნება და ამ წინასწარაც იმიტომ ეუბნება, რომ გაახსენდეს წინასწარ ვინ იცის, მარტო ერთმა კაცმა არ იცის წინასწარ. შეუძლებელია კაცმა იცოდეს. მე გეუბნები შენ, ამას ეუბნება, მე გეტყვიო შენ. აი მე გეტყვი შენ, ეს არ არის წინასწარმეტყველების სიტყვა. წინასწარმეტყველები ასე არ ამბობდნენ, მე გეტყვი შენ. წინასწარმეტყველები ამბობდნენ უფალი თქვა უფალმა. ესაიას, იერემიას ხშირად თქვა უფალმა და განაცხადებდნენ უფლის სიტყვას. აქ ქრისტე ამბობს მე გეუბნები შენ. სხვათა შორის ეს არის აი როდესაც ფარისევლები ქრისტეს შესაყრობად დასაწყისში გააგზავნიან და ვიღაცებს ისინი უკან მობრუნდებიან და რატო არ დაიჭირეთო და კაცი არ გვინახავს ეგრე რო საუბრობდაო. თვითონაც მონოსხულები და ხო, მონოსხულები და ეს ჩვენ ესეთი საუბრა თან ნათქვამია რომ საუბრობდა ქრისტე არავით არც ამ წიგნობარნი
არამედ ვითარცა ძალის მქონე. და აი სულ მაინტერესებდა რა იყო ეს რა ძალის მქონე. ხო, ვითარცა ძალის მქონე, ვითარცა ხო და აი როგორი რაღაცა არის, იცით, როცა ჯულის მოძღვრები და ჩვენც ახლა დღეს ქრისტიანები ჩვენ როცა ვამბობთ, ყოველთვის ვამოწმებთ, ან ასე თქვა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, პავლე ამბობს ასე. ვიმოწმებთ ვიღაცას ისა. ხო და აი ნახეთ ქრისტე როგორ ეუბნებოდა რა იყო იქ, რომ თქვენ გსმენიათ. ხო, თქვენ გსმენიათ, რომ მამებს უთხრა ღმერთმა, რომ მაგალითად კვილი-კვილისა წილ ასევე არ იმრუშო, მე კი გეტყვით, ვინც გულის თქმის შეხედავს, მან იმრუშე. ანუ ღმერთმა ესე გითხრათო, მე ასე გეტყვით. ანუ ამის თქმა არავის არ შეუძლია ღმერთის გარდა. ანუ თავის ნათქვამს ძველ აღთქმაში ახლებურად ამბობს და ღმერთი კი არ იცვლება, ადამიანი იცვლება. ადამიანი რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო მისთვის მცნებები იცვლება, მაღლდება და მით უფრო სულიერი ხდება და ამიტომ მე გეუბნები თქვენ, და აღარ ეუბნება პეტრეს, მე გეუბნები შენ, რომ ამას იზამ. მე გეუბნები, მითხრა უფალმა კი არა, მე გეუბნები შენ. და ამის შემდეგ არის ის, რასაც ვთქვი, რომ ძალიან ის არის უთხრა მათ, როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გაგზავნიდით, რაიმე გაკლდათ, უპასუხეს, არაფერი. მოციქული მოწეხ არაფერი არ გვაკლდაო. ანუ ეს არის, როცა საქადაგებლად გაუშვა, მოწაფეები. უთხრა მათ, ისევ იესო, ახლა კი ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა, ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა აღსრულდეს. ბოროტ მოქმედებთან შეირაცხება, რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა დაწერილი, დასასრული აქვს. ანუ რაც მესიაზე არის, რა წინასწარმეტყველები იმას თუ დასასრული აქვს ამ ქვეყნამდე მესიასო. და ეს სიახლეა, იმიტომ რომ მისი მეფობა დაუსრულებელია, ხო არის ნათქვამი და პეტრესთვის არის სიახლე და ნახე ესენი რას პასუხობენ. მოციქულებმაც ვერ გაიგეს რა უთხრა. მათ თქვეს, უფალო, აჰა, აქ არის ორი მახვილი. მან კი უთხრა, საგმარისია. ანუ იყიდეთ მახვილი, ეს სრულიად გაუგებარი იყო ჩემთვის, აი მახვილი რაში ჭირდებოდათ. თან პეტრეს ეუბნება, რომ ვისაც ვინც mahvilს აიღებს, mahvilით განიკვირება. და ძალიან აი ეს სწავლება არის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანისთვის. და რა როცაო თქვენ ჩემი გჯეროდათო და როცა მე გაგზავნიდითო რამე დაგაკლდათო? ეს არ წაიღოთო გითხარითო, მაგრამ იქო რამე დაგაკლდათო? არაო, ყველაფერი გქონდაო. პატივში ვიყავითო. იმიტომ რომ ღვთი სიტყვით დადიოდეს და ღმერთი აძლევდა ამ ძალას. და ღმერთი განაგებდა მაცხოვრებას. როცა ადამიანი აკეთებს იმას, რასაც ღმერთი ეუბნება, ქრისტიანი, ჩვენზე გადმოვიტანოთ. მაშინ მასთან ღმერთი არის. და მას არაფერი არ აკლია. მისი თმა რო დავარდება, ის დათვლილია. თმა, ანუ თმა ხო ყველაზე უმნიშვნელოა, როგორც მაცხოვარმა თქვა. ერთი თმის დავარდნას ახლა ვინ განიცდის, ხო? ვერც ამჩნევ. ვერც ამჩნევდა, ვერც განიცდი, ხო? ხო და აიო, ეხლაო თქვენ ჩემში ეჭვირო შეგებარებათო. და ჩემში რა? ჩემს ღმერთობაში. და ეჭვი შეეპარებათ, რატომ? როგორ შეიძლება ღმერთი ჯვარს ეცვას? ადამიანური ბუნებისთვის გაუგებარია. ხო, აი პეტრესთვის ეს იყო როგორი სიბნელე, იცით? აი მე რო ვთქვი რომ მოსეს სიბნელეში ავიდა. აი პეტრეს დაუბრნელდა. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ როგორი ის არის, რომ
მაცხოვარი აღადგენს ლაზარეს, მიცვალებულს ხელს დაადებს, შორიდან იტყვის იკურნება, სხვას აჩერებს და პეტრე ეუბნება შენ ხარ ღმერთის ცოცხალი ძე. გაოცებულია პეტრე და იცის რომ ღმერთია. ღმერთის ძეა, იცის. და როცა იჭერენ მაცხოვარს და აფურთხებენ და არაფერს არ აკეთებს და კლავენ ამგაც არ ვიცნობო. ესეც მე არ ვიცნობო. უარყოფს. ხო, უარყოფს. ეს არის ახალი ეს საოცრება აი პავლე რომ ამბობს რომ მოვედიო თქვენთანო ყველაფრის უცოდინარიო. ანუ არაფერი რო არ ვცოდნოდაო, ყველაფერი იცის. ანუ ფილოსოფია ყველაფერი იცის. მან ტარსუდან იყო ეს მესამე ქალაქი იყო მსოფლიოში განათლებით, უნივერსიტეტებით. და იქიდან იყო და ყველაფერი იცის, მაგრამ მოვედი ყველაფრის უცოდინარიო და გიხადაგოთო მარტო ქრისტეო და ისი ჯვარცმულიო. და ისი ჯვარცმულიო და ისიც უგუნურებითო გიხადაგოთო. ანუ ის უგუნურება, რომელიც უგუნურება არის ადამიანის გონებისთვის. და აი ეს ამ უგუნურებაში ჩავარდა პეტრე და დაეჭვდა ქრისტეში. ქრისტეს ღმერთობაში. აი ეხლა იხსნება ეს ადგილი რომ ვინც ქრისტეს ღმერთობაში დაეჭვდება იმას დაჭირდება თანსაცველიც პულიც სიმდიდრეც მანქანაც თავშესაფარი თავი გადაერჩინოს מחვილიც ხეცებისგან თავი დაიცვას ანუ ყველაფერი ჭირდება იქ თუ აბგაც არ ჭირდებოდა და 260 მარტო რაც გაცვია იმით წადითო ეს უთხრა ფაქტიურად არც ფული წაიღო და აი რაც გაცვიათ იმით წადით და ყველაფერი გექნებათო ანუ მორწმუნე ადამიანი ვისაც ახლა რა არის რწმენა აი როდესაც ქრისტემ თქვა რომ ვისაც ჩემის წამს გადარჩება არ მოკვდება ქრისტეს არ უთქვამს ვისაც ღმერთის წამს ის არ მოკვდებაო ვისაც ჩემის წამს და ჩემი რა რომ მე ვარ ღმერთი და ვისაც წამ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტების ის არ მოკვდება და არათუ მისი სული არ მოკვდება მომავალში აქ იქნება ცოცხალი აქვე იქნება ცოცხალი იმიტომ რომ ღმერთი აძლევს მას სიცოცხლეს და ეს სიცოცხლე არის სული წმინდა და თვით ადამიანი ხდება ღვთის ძე აქვე ეძლევა ეს ყველაფერი აი ეს ნახეთ ერთი ძალიან საინტერესო იმას წავიკითხო ეს გექნება თქვენ დასამოწმებლად ლუკას ახარება არის ეს 21-ის 13 ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ რომ წინასწარ არიზნოთ რით იმართლოთ თავი ვინაიდან მე მოგცემ თქვენ პირსა და სიბრძნესა რომლითაც ვერ დაუპირისპირდებიან ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. აი აქ არის ახლა აი რატო დაძლია ქრისტიანობამ უდიდესი ცოდნა სამყაროსი, თუნდაც ფილოსოფია, აი რატო დაძლია? იმიტომ რომ ქრისტიანობა მარტო ცოდნა არ იყო, ძალას იძლეოდა. ღმერთები ხდებოდნენ. აი ოქროპირს აქვს რომ რამხელა ფილოსოფოსებსო აი პლატონის, სოკრატეს გაზრდილ, არისტოტელის გაზრდილ ბერძნებსო გაუგზავნო მეთევზე პეტრე. და დაამხო იმ გაგებით რომ მოუგო. და რატო? აი რითი? იმიტომ რომ ეს არ იყო цаრიელი ცოდნა არ არის ქრისტიანობა. ღმერთის რწმენა არ არის ქრისტეს რწმენა. აი ქრისტეს რწმენა უკვე ღმერთის რწმენაა. და როცა ქრისტეს იგწავს რომ ის არის ღმერთი აქ იხსნება ყველაფერი იმიტომ რომ ქრისტე რო მე მარტო ის კი არ უთქვას მე ვარ ღმერთი
მარტო ეს კი არ თქვა რომ მე ვარ ძე, არამედ ცოდნა მოგცა ჩვენი თავის, მარადისობის, ჩვენი ბუნების და ჩვენი გადარჩენის და მოგცა ქრისტე. თავისი სული, ანუ ქრისტეს სულს ეძახიან, სული წმინდას. მოგცა თავისი სული, ანუ სული წმინდა, რომლითაც ღმერთები გავხადა და განათდა ადამიანი და შეიმოსა ძალა. აი პეტრე იყო ისეთი ძალმოსილი, თუნდაც გარეგნული ავადმყოფობების, ანუ ხორციელი ავადმყოფობების მიმართებაში. ეუბნებოდა დიდი ხნის აი დაბადებით, რომ კაცი ხეიბარია, ფულს ითხოვდა. არა მაქვს ფული. რაც მაქვს იმას მოგცემო. ქრისტეს სახელით გეუბნები ადექიო და გაიარეო. ადგა და გაიარა. ანუ ნახე როგორი რა ძალა არის, რა მეფობაა, რა და ფილოსოფია ხო ასწავლის ცოდნა ის და ცოდნა იძლევა ძალას რომ რაღაცას გაუძლო, მაგრამ ეს გაძლება კი არ არის. ამავდროულად სხვას შენ აძლევ კურნებას, აძლევ ძლიერებას და ძალმოსილებას და ამას ვერ გაუძლო ფილოსოფიამ. აი პეტრეს ჩრდილი კურნავდა. ეხლა ჩვენ თავისუფლებაზე რომ ვისაუბროთ თქვენ კითხვაზე ხარ, რატო ვისაუბრე ამდენი ამ რწმენაზე. ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ასეთ რაღაცას ამბობენ რომ ღმერთი ერთია და ყველა მორწმუნე ღვთისნიერია და ყველა მორწმუნე ღვთისკენ მიდის. თუ ღმერთის წამს ეს არასწორია. თუ ჩვენ ვიტყვით რომ აი მაგალითად ღმერთს შეუცვალოთ სახელი. თქვათ ღმერთი არის გონი, უმაღლესი გონი. გონიერება. მაგალითად უმაღლესი ცოდნა. ცნობიერება, შემეცნება. აი შეიძლება ითქვას რომ ვინც მზეზე რამეს ამბობს, ყველა მართალია. არა რა თქმა უნდა. ანუ ხო არსებობს კანონზომიერება რაღაცა, რომელსაც მეცნიერება შეიმეცნებს. ის კანონზომიერება ის არის. აი მაგალითად დედამიწის მიზიდულობის კანონზომიერება, ხო? ანუ ეს კანონზომიერება უნდა ამოიცნო. ის იმას ჩვენ ხო არ ვქნით, ჩვენ ხო არ შევძელით იმისი შექმნა, ჩვენ შევძელით მისი აღმოჩენა, ხო? მის წარმოქმნაში ჩვენ მონაწილეობა არ ვიღია. მარტო ჩვენ აღმოაჩინეთ, ხო? ადამიანის გონება აღმოაჩინა რომ ეს ესეა. შეიძლება ის რაც აღმოაჩინეთ, იმის იქეთაც არის და ისიც აღმოაჩინოთ. მაგრამ ის არის. ჩვენ არ ვქნით. ამიტომ აი ქრისტე რა არის? ის ვისაც ღმერთი არასწამსო, ქრისტე არაწამს რომ ღმერთიაო. ეგ თვითონ ზიანდებაო, მაგრამ ის არისო. ის არის. და ამიტომ როდესაც ჩვენ ვიტყვით რომ ყველა რელიგია ღვთისკენ მიდის და ყველა რელიგია ის რელიგიები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ცოდნით. ცნობიერებით. ერთი სხვას ამბობს, საწინააღმდეგოს ამბობს და ის არ შეიძლება ყველა რო იყოს სწორი. სწორი ერთია. ერთი არის ნათლისღება, ერთი არის ნათლის მიღება, ერთი არის. ამიტომ როდესაც აი მღვდელი მაგალითად, მე მღვდელი ვარ და საქართველოშიც ახლა მღვდლები საუბრობენ და ქადაგებენ და ყველა მღვდლის ქადაგება მორწმუნის, ქრისტიანის, მართლმადიდებელის უნდა იყოს ესეთი, რომ ყველა მცნება იწყება 10 მცნებით. რაც მოსემ მისცა, ეს იწყება 10 მცნებით. იქ 10 მცნების გარდა არის კიდე სად როგორ უნდა მოიქცე, ხო? რა უნდა გააკეთო და ყოფითები. რაც ღმერთმა განუცხადა და აი ეს 10 მცნება, ანუ ყველა მცნება იწყება გიყვარდეს ღმერთი შენი. უპირველესი არის. ხო, გიყვარდეს ღმერთი შენი. და ეს გიყვარდეს ღმერთი შენი ქრისტიანობაში ყველა მღვდელი თავისი საუბრით უნდა მისი საუბარი, აი მე რო საუბრობ, ჩემს საუბარს ყველა უნდა მიყავდეს ქრისტესთან.
ყველა უნდა მიყვავდეს ქრისტეს რწმენასთან და ქრისტეს სიყვარულთან. ამიტომ, როდესაც სიმონ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ორგვარია რწმენა, ეს არის, რომ ქრისტეს არსებობის გწამს და ეს ვერ გადაგარჩენს. თუნდაც ქრისტეს ღმერთობის გწამს, ვერც ეს გადაგარჩენს, თუ შენ არ გწამს, რომ მხოლოდ ის არის მისი სიტყვებია გადამრჩენი. აი, როდესაც შენ გწამს, რომ ქრისტე ღმერთია და მხოლოდ რაც მან გითხრა, ის გათავისუფლებს, აი ამ შემთხვევაში ხდები მორწმუნე და თავისუფალი. ეხლა თავისუფლება რაც არის? ეს არის ძალიან რთული თემა. თავისუფლება მთლიანობაში არ არსებობს. ხორცილი თავისუფლება მით უმეტეს. მაგრამ სულის თავისუფლება ამ ქვეყნად არსებობს თავისუფალის დამორჩილებაში. დაგვიდით როგორი რამე არის, აი, როდესაც ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში, ამას ქვია ამ ხატი არის ჯოჯოხეთში ჩასვლის და წარმოსტყვენა, ანუ ტყვეების წამოსხმა. ამოყვანა ჯოჯო. ხო, ამოყვანა, ანუ წამოიყვანა. ანუ ეს ხო ტყვეები იყო. დატყვევებული სიცრუით, მოტყუებით. ღმერთს არ უნდა შენი განხთობა და მერე სხვა ცოდვები, მაგრამ პირველი ცოდვა ხო ეს იყო ადამის. და სიცრუით დატყვევებულ ადამიანთან ჩადის ჭეშმარიტება, ქრისტე და ამოყავს. და ყოველი ადამიანი ხდება უკვე დამორჩილებული, დამონებულს არ ვიტყვი, მაგრამ დამორჩილებული ჭეშმარიტებას. იმიტომ რომ ამას ამოყავს. აი ხა ჩვენ დღეს ვინ ჯოჯოხეთში არა ამ ქვეყნად ცხოვრობთ. როდესაც ჩვენში სიმართლე მოდის, ჭეშმარიტება მოდის და სიმართლის გაგება მოდის. ჩვენ როცა მას მივიღებთ, იმდენად ვემორჩილებით, რომ შეგვიძლია სიცოცხლე გავწეროთ და ის არ დავთმოთ. აი ეს გათავისუფლებს. შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ, ეს შეუძლებელია თავისუფლება ამ ქვეყნად ჭეშმარიტების დამონების გარეშე, დამორჩილების გარეშე. და ვინც მართალს, ვინც თავისუფალს ემორჩილება, ის ხდება თავისუფალი. ის ხდება ქრისტეს ჭეშმარიტების მიღებით გათავისუფლებული. შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ. რაც შეეხება სახელმწიფო მართლობას და ასე შემდეგ, ამიტომაც არის დემოკრატიული სამყარო ამბობ ძალიან საინტერესო და სწორად ერთ რაღაცას, რომ არ შეიძლება ადამიანის ძალით გათავისუფლება. ძალით ადამიანს თავისუფალს ვერ გახდი. ძალით შეიძლება ციხიდან გაუშვა, მაგრამ აი თავისუფალს ვერ გახდი. ამიტომ შენ რომ რაღაცაში ბოჭავ, მაშინ შენ იმოვნებ მას. აი რაც ირანში ხდება, ხო? აი ხა მართლმადიდებლური ხედვით თუ ადამიანს აუგზავნავ ყველაფერს. თქვათ ხორციელ ცოდვებს. ჩააცმევ ჩადრს თუ რაც ქვია ქალს, აი ჩაკეტავ. ცხონდება, გადარჩება. არა თქმა უნდა. ეს არ არის გადამჩენი, რომ მაშინ ღმერთი საერთოდ აგზალავდა ამ იმას. ცოდვები არ იქნებოდა დედამიწაზე. ხო და საერთოდ ცოდვა არის როგორი რაღაცა არის, იცით, ერთადერთი ცოდვა არის ღმერთის არ ცოდნა და ღმერთში ქრისტეში ეჭვიშებარება, რო შეგეპარება და ცდუნება, მაგრამ აი სხვა ცოდვას ადამიანი ვერ მეტყვის ისეთ ცოდვას, რომლის გაკეთებას იკეთეც არ არის. ეგეთი ცოდვა არ არსებობს. ის ცოდვა ხდება, როცა უღმერთოდ და პირადით აკეთებ.
თორე ყველა ნებისმიერი მაგალითად ქორწინება, ხო? ეგ ცოტა არ არის პირიქით, სიგეთეა. სიგეთე. მაგრამ თუ მას აკეთებ იმ კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, რასაც ქორწინება ქვია. მოქმედება იგივეა, მაგრამ უკვე ცოდვა, ხო? ბოროტება. კაცის კლა. ხო, ღმერთმა უთხრა არა კაცკლა. მაგრამ იქვე წერია შემდეგ კანონებში, რომ თუ ღმერთის მოსაწონია ის კაცის კვლაც სიგეთეა. ზოგჯერ. აი მაგალითად ვიღაცა სადისტია რაღაცა, რომელიც ბავშვებს ბავშვები აიყვანა და თვითონ კლავს და რაღაცას ითხოვს. და ვიღაცას შეუძლია ესროლოს ან პოლიციას ან იმას და ეს გადაარჩინოს ბავშვები. ხო სიგეთეა ეს ამის გაკეთება. ამიტომ ცოდვა ყოველთვის მოქმედებაში კი არ არის, შინარსშია. არის გამო აკეთებ მას. აი აქედან თუ ვიმჟელებთ თუ შენ პავლე მოციქული ამბობს სულით იარეთ. სულით იარეთ ნიშნავს რომ ჩვენს მოქმედებას სული უნდა განაპირობებდეს. ჩვენს მოქმედებას ღვთის სიტყვა უნდა განაპირობებდეს, რატო ვაკეთებთ. და არა კანონით იძულება და რეპრესიის შიში. ამის გამო დაიჯები თუ ციხით ან რაღაცით. ხო, ან ეს. ანუ მთავრობას და ხელმწიფებას არ აქვს იმის შესაძლებლობა ვინმე აცხონოს. მთავრობა არის იმისთვის, რომ ადამიანებს მისცეს საშუალება იცხოვრონ ისე, რომ ერთმანეთი არ დააზიანონ. მე ვინმე არ დამაზიანოს. ფიზიკურად, რა თქმა უნდა. და ჩვენ მეც ვინმე არ დავაზიან. ამას უნდა აკონტროლებდეს, ხო, მთავრობა. სხვა დანარჩენში ხა მე მთავრობა ვერავის ვერ აცხონებს. ესეთი მთავრობა არ არსებობს, რომ ვინმე აცხონოს. ამიტომ მით უმეტეს ძალადობით. და ის მთავრობები, რომლებიც ადამიანს ნეობრივად კრავენ, რელიგიური მოტივაციით, რელიგიური მოტივაციით ხდებიან ყველაზე სასტიკები. გამორჩეულად ძალმომრეები. დიახ, სასტიკები, ოღონდ საკუთარი თავის მიმართებაში, სხვის მიმართებაში. და ამას ამართლებენ ღმერთის სახელით. საერთოდ მოქმედებას, როცა ღმერთის სახელით გაამართლებ, ყველაზე მძიმე შედეგს იღებს. ყველაზე მძიმე შედეგს იღებს ადამიანისთვისაც. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, როდესაც აი რატო არ შეიძლება ქრისტიანობაში მღვდელი იყოს სახელმწიფო მოხელე, პოლიციელი. ჩვენთან ეს არ შეიძლება, იქიდან გამომდინარე, მე თუ მამა ვარ, მე მამის პოზიციიდან უნდა უდგებოდე და არა საჯულის პოზიციიდან. ჩემი სასჯელი არის სულიერი, რომ ადამიანს უთხრა, რომ აი ამის გამო ამას ამბობს ღმერთი, ეს დაგემართება, აი ეს იქნება, ამას გაღანებე თავი და ამიტომ ნუ ეზიარები. მაგრამ ჩემი სასჯელი შეუძლებელია იყოს ციხე. მაშინ მე მამა არა ვარ, ეს ხვისი მოვალეობა. ამიტომ სახელმწიფო, რომელიც რელიგიურად აკონტროლებს და რელიგიას იღებს თავისი მართვის წესებად, ის სახელმწიფო არც ღმერთამდე მიიყვანს ადამიანს. და ამ ქვეყნადაც აწამებს. ამ ქვეყნადაც ფაქტიურად არჩევანს უკარგავს. ესეთი სიმოხთვისმეტყველის ის არის ლოცვაზე. როცაო შენო ლოცულობო და ეს ლოცვაო გარეგნულიაო და არ არისო შემეცნებითიო. მაშინო ფაქტიურად ეშმაკწირავო მსხვერპლს და ვერ გადარჩებიო და შენზე უფრო მეტი შანსი აქვს იმასო, ვისაც საერთოდ არ ულოციაო გადარჩენის. რატომ? იმიტომ რომ ოდესმე შეიძლებაო მან მას მოთხოვნა გაუჩნდესო, რომ ღმერთს თხოვოსო გადარჩენა და შენ როცა თხოვო და არ
არის ისმესო ღმერთი შენსასო მაშინო შენი გადარჩენა უფრო ნულის ტოლფასია ეს არის ახლა მსახურებაზე როდესაც ღმერთს ემსახურები გონია და სინამდვილეში ეს არ არის ღმერთის მსახურება ამით სახელმწიფოებიც და რელიგიური მოღვაწეებიც ფაქტიურად ადამიანებს უკარგავენ არჩევანს, იმიტომ რომ ის რაც აურჩიეს, ის არ არის სწორი. და ადამიანს როცა გონია რომ ის სწორია, ის არ ეძებს შემდეგ. ამიტომ ძალიან საფრთხილო არის ღმერთის სახელით მოქმედება. თავისთავად ის რომ სახელმწიფოები, როგორც ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის სოციალური კონტრაქტის განმახორციელებელი ინსტიტუტები გარკვეულ ეთიკას ეყრდნობიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მათ შორის დასავლური ცივილიზაცია, სწორედ ქრისტიანული და მათ შორის იუდაქრისტიანული ეთიკური ნორმების საღლიანებზე არის აღმოცენებული. მაგრამ ახლა ირანის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ კლასიკურად თეოკრატიული მართლობის პირობებში ერთ-ერთი მთავარი გამართლება, ანუ შარიათის კანონებით ქვეყნის საკანონმდებლო სამოქალაქო საერო მოწყობაც, ერთ-ერთი გამამართლებელი მათთვის არის ის, რომ ისინი დედამიწაზე ამ ადამიანების ცხოვრებას უქმნიან ისეთ გარემოს ამ კაცრი კანონებით, იმ კანონებით, რომ ხელი შეუშალონ მათ ცთუნებას არ ჩავარდნენ ცოდვაში და ამით უკვალავენ გზას მათი წარმოდგენით სამოთხისკენ. პრინციპში სოფლიო ისტორიას არაერთი მაგალითი აქვს, სხვათა შორის არა მარტო ირანის, არამედ დასავლური ცივილიზაციის მაგალითზე, როცა მსგავსი მცდელობები იყო, რომ ეს ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდებოდა. მთავრდებოდა იმ სახელმწიფოებისთვისაც, მაგრამ მათ შორის უპირველესად სწორედ იმ რელიგიური ინსტიტუტებისთვისაც. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში მზად არიან სიცოცხლე გაწირონ და წირავენ კიდეც. და არის თუ არა ეს მაინც უნივერსალური მაგალითი თავისუფლებისკენ სწრაფვის, მიუხედავად იმისა, რომელ რელიგიაში, რომელ კულტურაში, რომელი წიაღიდანაც არ უნდა ამოდიოდნენ ეს ადამიანები. ანუ თავისუფლებისკენ სწრაფვა არის თუ არა აი უნივერსალური ბუნებრივი მოთხოვნილება ადამიანის თან იმდენად ძლიერის, რომ მზად შეიძლება იყოს, რომ გაწიროს ყველაზე მთავარი, რაც მას აქვს სიცოცხლე ამ შემთხვევაში. პირველ რიგში, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, მას უთხრა, რომ ეს ცუდია, მაგრამ არა უგზალია. შეეძლო იმის გაკეთება. და როდესაც ღმერთი გაძლევს შენ უფლებას შეცდომის, არავის არ აქვს იმის უფლება, რომ ეს აგეგრძალოს. იმიტომ რომ აგრძალით ვერ გადარჩენ. თუ შენ სხვა ადამიანს არ უშავებ, რაც თქვენ თქვით, ხო? ამ სამოქალაქო ცხოვრებაში ეს არის. პირადი არის, მანჭამა, ხო? მაგრამ ხო და იმად ლოგიკაში რა შემოდის, იცი რომ ის გეუბნება, რომ სხვას უშავებ. ანუ რა გაგებით ოღონ ფიზიკურად კი არ უშავებ, მაგრამ მაგალითად თუ კი ის ქალი არ ატარებს ჰიჯაბს ან ჩადრს და ასე შემდეგ, რომ ის თავისი მომხიბვლელობით აცდუნებს მამაკაცის თვალს და მოქმედებას ფისკენ უბიძგებს და ის თვლის რომ შენ ამით უშავებ, იმ სხვას უშავებ და ამიტომ გიგრძალავს. დააგვირდით ადამიანები ის სხვა არის თვითონ დაცემული. ხო და იმ თავის დაცემას რომ მიხედოს იჯობია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანები შიშველები იყვნენ სამოთხეში და არ ცხენოდათ, ხო, ესეა. და სიცხვილე შემოვიდა, როცა დაეცა. ხო? ანუ ეს სხვა ყველა საკუთარ თავს რომ მიხედავს, ერთი მამა არის ესეთი ათონელი მამა, პაისა აქ აღწერილი, ტიხონი. ალბათ გახდაო და ათონიდან წაიყვანესო ქალაქშიო. ხო და უკან რო დაბრუნდა მამაო, როგორ მოგეწონაო ქალაქიო, რა ხდებოდაო, რომ რამდენად ის იყო ხალხი როგორ მოგეწონაო და სად იყო ხალხი, ერთი ხეები იყო მარტო. რაც არ უნდა და არ დაინახე. რაც არ უნდა და არ დაუნახი. ამიტომ ეხლა მიზეს ყოველთვის იპოვის ადამიანი. მიზეს ყოველთვის იპოვის, რომ აი შენ ესეთი ხარ. შენ არ დაინახო თუ ის გინდა, მაგრამ ამ აკრძალვით, აი მაგალითად
ყველა ქალს ჩააცვეს ისა და ქალი არ ჩანს, მაგრამ ადამიანს მამაკაც უქრება, რომ ცოდვის ჩადენის ისა. ზოგიერთ შემთხვევაში მეცნიერებას დასაფუთებულია, რომ პირიქით უმძაფრდება. პირიქით უმძაფრდება. ანუ ეს სიჭარბე გადაჭარბებულობა და ზომიერების დაკარგვა პირიქით როგორც წესი იძლევა საწინააღმდეგო შედეგებს. იმ ქალის აკრძალვით ვერც იმ ქალს გადაარჩენ და ვერც ამას. ამიტომ ეს არ არის სახელმწიფოს საქმიანობა. ეს არ შეუძლია სახელმწიფომ ამით ადამიანი გადაარჩინოს სულიერად. შეუძლებელია სულიერად ამით ვინმე აცხონოს რაღაცის აკრძალვით. მე თუ მინდა ის, მაგრამ შენ მიგრძალავ, მე ვერ გადავრჩები. შეუძლებ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ შენ ამიგრძალე, მაგრამ მე მინდა. მე ვერ გადავრჩები. ამიტომ თავისუფლად მიშვება, ღმერთმა მიუშვა ადამიანი. ადამიანის თავისუფლად მიშვებაში იგულისხმება ის, რომ პირადში კი ბატონო, თავისუფლად მიუშვი, მაგრამ იქ აქ ბევრი რაღაცა შემოდის, რომ არის ადამიანები, რომ ისეთებიც არიან, მაგალითად სექტები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს ისე ასწავლიდნენ, რომ თვითყველობისკენ მიყავდათ. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა აკრძალოს ესეთი რაღაცები, მაგრამ ის რომ ადამიანი ამ ქვეყნიურად თავისუფლად ცხოვრობს და სხვას არ უშლის ხელს, მაგის შეზღუდვით ის თუ თვითონ არ მიხვდა რომ ცოდვაშია, მაგის შეზღუდვით მაგას ვერ გადაარჩენ. ამიტომ ყველა შემთხვევაში თავისუფლება ჯობია. ისეთი თავისუფლება რომ ერთი მეორეს არ აზიანებს ფიზიკურად და თავს არ ახვევს თავის თქვათ სწავლებასაც, რომელიც მას კლავს. თავს მოხვევა ძალადობა, ანუ ყველაზე მძიმე ცოდვა არის ძალადობა ადამიანზე და სიცოცხლის წართმევა. აი ეს სიცოცხლის ადამიანის სიცოცხლის დარაჯი უნდა იყოს სახელმწიფო სიცოცხლის დარაჯი. მე სიცოცხლე არ უნდა მოასპობინო ჩემთვის ვიღაცას, ეს ერთი და მეორე ის ძალადობები, რომლებიც არის ერთის მიერ მეორეს მიერ განხორციელებული, ამას უნდა აკონტროლებდეს სრულიად. აი სხვა დანარჩენი ეგ არ არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. და ეს როცა ამას სახელმწიფოები წყვეტენ, მაშინ ისინი ღმერთის ადგილას დგებიან და სინამდვილეში ღმერთს არ ემსახურებიან, არამედ ხდებიან უსასტიკესები. მე არ ამგონია რომელიმე მათგანი ცხონდეს. მე არ ამგონია რომ ამდენი ადამიანის დამხრეტი და რა ვიცი, გამნადგურებელი, არ ამგონია კი არა ვიცი რომ ვერ გადარჩება. შეუძლებელია. ესე იგი მაშინ ჩვენ არ ვწოდნია საერთოდ არც ღმერთი, არც ქრისტე, არც ბიბლია. ამიტომ მე აი ქრისტიანობაში ეს არც ერთ მოციქულს არ გაუკეთებია. არც ერთ მოციქულს და აქედან გამომდინარე ფაქტიურად ქრისტიანობას ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ მე-3 საუკუნემდე. ბიბლიიდან მე-3 საუკუნის ჩათვლით. კრების ჩათვლით უნდა ვსწავლობდეთ ქრისტიანობა რა იყო. რატომ? იმიტომ რომ აი იმის შემდეგ იმპერატორები ერევიან და იქ ბევრი რაღაცა ირღვევა ქრისტიანული მასში. როცა ის მიღებული გახდა ბევრი ქრისტიანი, აი ეკლესიაში ფული რო გაჩნდა, ბევრი ფულის გამო მიდის. სადაც ბეღელიაო და ხორბალია იქო ბევრი მღრღნელები არიანო, ხო? ანუ საქართველოშიც ეკლესიაში ფული რო გაჩნდა, ძალიან ბევრი აღმოჩნდა მორწმუნე, ხუდეელიც, ეპისკოპოსიც და აი თავში რაც დავიწყე რომ როდესაც ქრისტეში უკვე ანუ შენი რწმენა რო სუსტდება, აი მაშინ გჭირდება აბგაც, ფულიც, სიმდიდრეც. აი მაშინ ვინც იხვეჭს, თუ ჩვენ დავაკვირდებით ეკლესიურ ადამიანებს და რომლებიც მომხვეჭელია, გარეგნული და ლექსუსები და რაღაცებით მიუხედავად აღთქმის დადებისა, მიუხედავად ბერობისა, მომხვეჭელი არის და სიმდიდრესკენ არის მიდრეკილი, ის იმას ქრისტეში ეჭვია შეტანილი. შეუძლებელია. იმიტომ რომ ქრისტე ძალაა. ორი ძალა არსებობს. ერთი არსებობს გარეგნული, ფიზიკური, ხორციელი, სიმდიდრე და ძალაუფლება, მეორე არსებობს სულიერი.
აი სულიერი იყო ის რაც ქონდა მოციქულებს პეტრეს და მერე გადასცემდნენ სხვებს ხო სულიერი ძალა იყო სიტყვა და ქმედება და უშიშრობა სიკვდილისაც იმიტომ რომ იცოდნენ რომ სიკვდილი არ არსებობდა აი ეს სულიერი ძალა ქონდა მოციქულებს და მესამე საუკუნის ჩათვლით ეკლესიის უდიდეს მამებს მაგრამ როდესაც უკვე ის რომ გახდა ეკლესია მიღებული და ეკლესიურობა დაფასებული მორწმუნეობა ქრისტიანობა იმპერატორების მიერ იქ უკვე ამ ქვეყნიური დაფასების გამო ხდებოდა ადამიანი მორწმუნე და პოლიტიკის ან ინსტრუმენტი გახდა ამ პოლიტიკაზე გავლენა და უკვე ქრისტიანები ზოგჯერ მდევნელები ხდებოდნენ და არა დევნულები ამიტომ მესამე საუკუნემდე ქრისტიანობა რაც მესამე საუკუნის ჩათვლით და მეოთხეშიც რა თქმა უნდა მაგრამ რაც იყო ეს იყო ის ნათელი წერტილი დედამიწაზე თუ ოდესმე რაც ყოფილა იქიდან ეს სამი საუკუნე იყო ის ნათელი წერტილი რომელიც ისე უნდა განახლდეს იმიტომ რომ ქრისტეს რწმენა არის ერთადერთი გადამჩენელი ამიტომ ქვია მას ხსნელი მაცხოვარი ხსნელი იმიტომ ქვია რომ ქრისტეს გარეშე ხსნა არ არის აი წადითო მოიმოწაფეთო და ვინცო ნათელს იღებსო გადარჩევაო ვინც არა დაისაჯებაო ანუ წარმოიდგინეთ რომ აი თუ ქრისტეა ღმერთი თუს იმიტომ ვამბობ რომ ქრისტეა ღმერთი რა თქმა უნდა მაგრამ თუ ქრისტეა ღმერთი აი ვისაც მისი ღმერთობის არ ჯერა როგორ უნდა გადარჩენს ვისაც ის არ უნდა მისი ცნობიერება ვისაც არ უნდა შეიძლება ღირებულებით დასწავლების დონეზე ეთიკის დონეზე მოწონდეს და მისდევდეს ამ სწავლებას მაგრამ არ სწამდეს მისი ღმერთობის კი ეგ შესაძლებელია ვერ გადარჩება შეიძლება ძალიან მოწესრიგებული კაცი იყოს ვერ გადარჩება მართლმადიდებლური გაგებით ქრისტიანული გაგებით ეს ვერ გადარჩება იმიტომ რომ ქრისტე უნდა მიიღო ამ ქვეყნადვე ამიტომ არის ჩვენ რომ სრიმა ღვთისმეტყველი ამბობს რომ აღდგომა არ არსებობს იმ ქვეყნად სულიერი აღდგომა არსებობს ყველასი ოღონდ ხორციელი სულიერი აღდგომა ამ ქვეყნად არის იმ ქვეყნად არ არის იმ ქვეყნად ადამიანი სულით ვერ აღსდება და ეს იმას ნიშნავს რომ ამ ქვეყნად სულის აღდგომა ნიშნავს რომ ღებულობს სიტყვას ღვთისას ზუსტად ისე ცხოვრობ როგორც ქრისტემ თქვა და ღებულობს სული წმინდას და როდესაც შენში შემოდის ღმერთი და შენ ღმერთი ხდები აი ეს არის აღდგომა ამიტომ არის წმინდა მამებს შარავანდედზე ანუ შარავანდედი თავზე აქვთ მარტო თლიანად მარტო ქრისტეს აქვს თავზე აქვს ნიშნავს რომ გონება გაიგივებულია სულთან და სული გონება და სული ერთია სულისთვისება გონება და ამიტომ თავი როგორც აი აზროვნება და აი ყველაფერი ხო თავია ამიტომ თავზე უკეთდება რომ სული აღსდება მარტო ჩვენ ხორცით ხო ამ ქვეყნად ვერ აღსდებით ხორცი ისევ წყევლის ქვეშ არის მაგრამ სული უნდა აღსდგეს და აღდგომილი ადამიანი უკვე მიწიერი სიდიადებისკენ არ მიილტვის ის ხედავს ამის წარმავალობას როგორი წარმავალია ეს ყველაფერი და პირიქით ხელს უშლის აი მამები ესე ადარებენ რომ ჩვენ ზღვაზე მივცურავთო და წარმოიდგინეთო გემიო რომელიც იძირებაო პირველს რას აკეთებენო გადაყნიანო ზედმეტი რაც არისო გადაყნიანო ხო აი ესე უნდა გადაყარო ყველაფერიო იმისთვისო რომ ეს ზღვა გაცურო და როცა ადამიანი აღსდგება სულით აი ესეთი იყო პავლე მოციქული არაფერი არ გააჩნდა ზედმეტი თავის თავს პავლე თვითონ ირჩენდა როგორც ჩანს მათო ოჯახური ბიზნესი დღევანდელი გაგებით მის ოჯახს ჰქონდა კარვებს აკეთებდნენ, ქსოვდნენ კარვებს და
ეტყობაო რომელიღაცა იმპერატორის ჯარს დაეხმარა მისი ოჯახი ამ კარვებით. და ამიტომ რომის მოქალაქე იყო და მოქალაქეობა ჰქონდა პავლეს და დაფასებული იყო და თვითონ ამას ქსოვდა, ყიდდა და მithirჩენდა თავს. პავლე. და თან ეუბნება რომ რომელიმესო მოგთხოვეთო რამე დაგაწექითო რამე სიმძიმე თქვენ რამე ჩემი ისი ტვირთიო გატვირთინეთო? არა, მეო ჩემი თვითჩენო თავსო. ანუ მისთვის ქრისტეს შემოსავალი არისო. და თვითონ ამბობს რომ ზოგსო ქრისტიანობაო სარფიანი საქმე გონიაო. და პავლეს დროსაც იყვნენ ქადაგებლები, რომლებიც ქადაგებდნენ ფულისთვის, სიმდიდრისთვის, გამსამდიდრებლად. და ეს პრობლემა გვჭირს დღეს ჩვენ ეკლესიაში. რომ ვისაც უფრო მეტად ევალება ქრისტეს ქადაგება და ქრისტეს მსახურება და ხალხში ყოფნა და ხალხში გასვლა და ვისაც ევალება ხალხის დახმარება და ხალხის ღმერთამდე მიყვანა ისინი უფრო ელტვიან სიმდიდრეს, პატივს, მთავრობასთან კარგად ყოფნას, ძალოვნებთან კარგად ყოფნას, იმიტომ რომ კარგად იყვნენ, კარგად იშოვონ და ეს არის კატასტროფა ეკლესიისთვის. ეკლესია არის პირველ რიგში ქრისტეს და სულის მომცემი და ცოდნის მომცემი და ძალის მომცემი სულიერის. და აი ეს ვინც ძალის მომცემია, ვინც სულის მომცემია, ის როცა სიმდიდრისკენ მიილტვის და ამ ქვეყნიურ ძალოვანებას და ძალოვნებას აფასებს, ის წყვეტს ქრისტიანობას და მისიონერობას. ის არ არის უკვე მისიონერი, რაც არ უნდა დიდი სტატუსი ჰქონდეს. ამიტომ ეს პრობლემაა. ამიტომ სახელმწიფოები განსაკუთრებით როცა სახელმწიფო მოხელეები ქრისტიანად წარმოაჩენენ თავს და სინამდვილეში არ არიან ქრისტიანები, ქრისტეს იყენებენ საკუთარი ძალაუფლებისთვის და საკუთარი რაღაცა მიღწევებისთვის ამ ქვეყნიური და აი ესეთი ყველაზე მეტად ძახს ღმერთს. საერთოდ ღმერთს რო იყენებენ ამ ქვეყნიურისთვის, ღმერთი ესეთ ადამიანს არ პატიობს ხოლმე და ყველაზე მეტად შორდება. ამიტომ ეს ყველა რო გაურთხილდეს ესეთ რაღაცას, ჯობია მთავრობაც და ეკლესიაც, იმიტომ რომ ეს არის დამღუპველი. მამო, დიდი მადლობა. დღეს ამი დავამთავროთ. მისიონერები ახსენეთ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ დასაწყისშივე თქვით რომ თითოეული ადამიანი რომელიც ავრცელებს ცოდნას ქრისტიანობის შესახებ თავად ხდება მისიონერი და ამ პროცესის მონაწილედ შეუძლია იქცეს ნებისმიერმა რომელიც ახლა გვისმენს გვიყურებს მისთვისაც გასაგები მისაღები და გასაზიარებელი ხდება ის რასაც ჩვენ აქვს საუბრობთ და მისი გავრცელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გამოიწერონ დროების YouTube არხი ჩვენი გადაცემა მამა დოროთეს ამბიონი გაუზიარონ ახლობლებს ნაცნობებს ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კვლავ ერთ კვირაში და ვისაუბრებთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან აქტუალურ და მუდმივ თემებზე რაზეც ქრისტიანობა გვასწავლის. ნახვამდის.